ჩემო საყვარელო და ჭკვიანო ხალხო, მეგობრებო, შემომიერთდით ერთი რაღაც საინტერესო ინფორმაცია დამოგაწოდოთ და მოკლედ ერთი სიტყვით, იქ ბეთანიაში არ მომასვენეს, იქ ხალი წაუშალეს თამარს, იქ ჯვარზე ავედი უშიშროება დამაყენეს, სადარ წავედი რაღაცა და ეხლა ბოლოს გეცამანიის ბაღში იმედის დილა გამოაგზავნეს მეორე დღესვე ჩაწერეს, ესე იგი დღეს ყოფილა იმედის დილაში, ეს მომივიდა მე ხმა, დღეს ყოფილა იმედის დილაში გადაცემაში, რომ გეცამანიის ბაღში მისულა იმედის დილა, თურმე ეს რაღაცა გარემოს დაცვის რაღაცეებიო, უფორჩი ხიათ იქ და ყველა აქ უნდა ჩატარდესო საშემოდგომო აქციაო და ყველა თითოეულმა ჩვენგანმა ხე უნდა დავრგოთ აქო, ნაძვიო, აქ ადრეო ტყე ყოფილაო თურმეო. გეცამანიის ბაღში მივარდნენ მეორე დღესვე იქ, ჩვენ ვიყავით იმის წინა დღეს. ხალხო, ეხლა ამ შემოდგომის ხეების დარგვით ხომ გადაფარავენ ამ არტეფაქტებს, რაც იქ არის და რაც ფაქტებია იქ და ფაქტების დაფარვა რო უნდათ. ეს ხალხი კაიფობს თუ რა ხდება. ან ღმერთი საერთოდ არსამს და აზზე არ არიან ღმერთი რო არსებობს. მოკლედ ერთი სიტყვით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მაინც და მაინც გუშინ ვიყავით, როდის ვიყავით გეცემანიის ბაღში, გუშინ არ ვიყავით. საქართველოს მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, რომ გეცემანიის ბაღში უნდა დაირგას ნაძვები და იქ მთლიანად მთელი ტყე უნდა გაშენდეს თურმე. აქ ისეთი მნიშვნელოვანი ადგილია გეოგრაფიული თვალსაზრისით და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ვახ, ღმერთო, გადმოგხედე კი არა და გადმოხტია თორე აღარ ვიცით რა უნდა ვქნათ. აზე ხარ თქვენ? არ ეტყობა იქ ბეთანიაშიც გარემოს დაცვის თვალსაზრისით ის ხალი არ იყო საჭირო იქ თამარ მეფეს. აი აქ რო ხალი აქ თამარ მეფეს. და აქ რო ხალი აქ ისინი არ იყო საჭირო, ისინი უნდა წაშლილიყო. ამაზე მეტი მოსაგვარებელი საქართველოს არაფერი არ სჭირს. გეცემანის ბაღში რო ხეები არ დაირგას, იმაზე მეტი მოსაგვარებელი საქართველოში არაფერი არ სჭირს. ის ჯაჭვის ხიდი რო იყო იქ მთლიანად სვეტიცხოვლიდან რო ჯვარზე ადიოდა, ეგ მაინც აღადგინეთ, ეგსაც წაიღეთ, სად გააქრეთ. ჯაჭვის ხიდი ერქვა ეს, ჯაჭვის ხიდი. პირდაპირ გადიოდა სვეტიცხოვლიდან, ჯაჭვის ხიდი ჯვარზე ადიოდა. აღარ გახსოვთ? 70-იან წლებში ეს ხიდი გაქრა. მერე არც არავის აღარ გაახსენდა ეს ხიდი თურმე. ნეტა რატო გაქრა ეს ხიდი? არა, მთავარია იქ ხეები დავრგოთ ეხლა კაცო. დედა თამარ გაგაძე გამახსენდა რა. პოსტი არ მქონდა დადებული, უკვე კომენტარი ეწერა ზედრო ისო რა ქვია. უი, ჩემი პოსტიო და საათ არის ჟენი პოსტი საერთოდ არ წამიკითხავს მე. აი ესე დამყვება ეხლა საქართველოს მთავრობა, იქ მივალ, იქ მომახდება, იქ მივალ, იქ მიხტება, იქ მივალ, იქ რაღაცას გამოჩხირავს, გამოჩიჩქნის. აგერ ასურეთში ვარ, მოდით აქაც. ხო, ბეთანიაზე კი არა და იქ კაბენის მონასტერზე ავედი და თქვი თამარ მეფის საფლავი აქ ეძებეთ მეთქი. მთელი საპატრიარქო იქ მივიდა, ეძებენ თამარ მეფის საფლავს ეხლა ჩიჩქნიანი და აგერ გამივლიან ხოლმე აქ კარებთან, ეზოს კარებთან გაივლიან ხოლმე. გამარჯვებასაც არ მეუბნებიან. ხო ხედავთ, როგორ დამყვებიან კუჩში. ეხლა მე რაღაცა თამაშებს მოვიგონებ და იმის გამო რომ თქვენ გეთამაშოთ, მოვიგონებ ეხლა წავალ იქ
რაჭაში რაღაცას მოვთხრი იქ იმას და ესე დამყევი კუჩი მდიეთ და ის გააკეთეთ რასაც მე ვაკეთებ არ გცხვენიათ მაინც კაცო თქვენი თავი არა აზროვნება არ შეგიძლიათ თქვენით რომ რაღაცა გააკეთოთ საქართველოს მთავრობას ველაპარაკები ახლა და სიდონი ჩვენ ვართ სინოდო ხომ ხედავ სად გადაგიჭოკრე ერთი ნაბიჯით წინ ვარ შენზე გუშინ მე ვიყავი დღეს შენ მისულ ხარ ჯვარზე იქ ვიყავი მეორე დღეს შენ მოხვედი ხო საინტერესოა რა საინტერესოა ნეტავი ის გამაგებინა ჩემთან რატო არ მოდიხარ გეშინია ჩემი გამაგებინე მე მაინც დამელაპარაკე წინასწარ გეტყვი რაღაცებს სად უნდა წავიდე და სად არა და ერთად მაინც წავიდეთ ხო რა საინტერესო იყო იცი ენოქის წიგნი ხო თარგმნე დილმანი მე-17 საუკუნის ძველი გერმანულიდან ქართულში თარგმნე და ლევან პეტრიაშვილთან მივიდა საზოგადოება რომ ეხლა ჩვენ ვთარგმნითო მაგასო და ეგ მოვაშოროთო რა ესე გამოუვიდეთ რომ თამარმაო რა თარგმნაო ეგეთიო ჩვენ ვთარგმნოთო და იარეს და თარგმნელი ვერ ნახეს ერთი ხუთმა თარგმნელმა უთხრა ამას ჩვენ ვერ გავიგებთო რა მაგრად უთარგმნია მაგ გოგოსო რანაირად ერთი სიტყვა არ გვესმისო აი ხომ ხედავთ ებრაელების ის არის ეგ ხელწერა არის ეს რა ყველაფერს რო აწერენ სხვა გააკეთებს და მე მყავდა ერთი ებრაელი მეგობარი რა ერთად ვიждებოდით ის იქით მეზობელი იყო აქეთ მე ვიყავი ესე იგი ბარბებს თამაშობდით ბარბებს კაბებს შეუკერავდით ლამაზი კაბა გამოვიდოდა ხოლმე ჩემი და გააქანებდა მამამის ეთქოდა რომ უი ნახე რა კარგი კაბა შევკერეო ხო და მიგვირდა კაცო ეს გოგო ვერ ხვდება რომ თვითონ არ შეკერა ეს კაბა მაგრამ სისხლში აქვთ ეგ გესმის ებრაელებს სისხლში აქვთ ეგ რომ თავისად იჩემებენ ან ვერ ხედავენ ან თვითონ რო არ შეუძლიათ იმდენად დიდი სურვილი აქვთ რომ თვითონ იყვნენ ის კარგები რომ მართლა აი უბრმავდებათ თავი და თვალები და ესე აკეთებენ ეს არის ებრაელების ხელწერა შენ რაღაცა საინტერესო იტყვი ისინი ეგრევე მიიჩემებენ რომ აი მე ვთქვიო თამარ გაგაძესავით რა ვლაპარაკობთ აქეთ მეუბნები ინფორმაციებს და იმას გონია რომ ის მეუბნება იმ ინფორმაციებს მე წარმოგიდგენიათ და მე გონია რომ ის ინფორმაცია ან სხვამ წაართვა და ან კიდე რაღაცა ესეთი მოხდა აგერ ახლა იმედმაც გამოაჩინა თავისი თავი გეცამანის ბაღში ხო ვიყავით რამდენიმე დღით დავაანონსეთ ხო კვირით დაჟე ეხლა დღეს მისულა გეცამანის ბაღში ეს გადაცემაში რომ ისო აქ უნდა დარგონ თურმე ხეები შემოდგომაზე დიდი აქციას მოაწყობენ და აქ ადრე ხეები ყოფილა თურმე გაიგეს ეგეც და ეხლაც უნდა დარგონ იქ ხეები და თვითონმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა ხეების დასარგავად მე იქ არ მივსულარ იმედო მე იქ მივედი რომ მე თქვა აქ დაიჭირეს ქრისტე ეგ თქვით და ხეები კი არ დარგოთ იქ გადასაფარავად იმ ფაქტების რა გეშველებათ რა ბანძები ყოფილხართ რა ბანძები ყოფილხართ თქვენ საცოდავებო თქვენ დედას გიტირებთ მამაზეც იერი იცით ბევრი დრო კი აღარ დაგრჩათ თქვენ საცოდავებო მართლა რა ქართულ გვარებიანებო რომლებსაც გადაკეთებული გაქვთ გვარები და სომხებო და ებრაელებო თქვენ იცით რას გიზავთ ღმერთი გაგანადგურებთ ჩინელი ჯარი რად გვინდა აქ 2 მილიონიანი აგერზიან ეს ებრაელები ვინც გასანადგურებლები არიან რა გაიგე მარინოს რა მოხდა რა დღეს მისულა საზოგადოებრივი გადაცემა იმედი გეცამანის ბაღში და რა გაუჟღერებია იცი
ხეები უნდა დარგონ თურმე შემოდგომაზე აქ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ხეების დარგვაში. გარემოს დაცვის იმიდან გადაწყდა ეგ. გარემოს დაცვამ გადაწყვიტა ეგრე. რა ხეები უნდა დააგენე თუ რა? Bäume müssen die Pflanzen jetzt in Gethsemane. Müssen eine Aktion machen im Herbst, dass die jetzt alle von uns Bäume pflanzt. In diese Gethsemane. Weil früher ein Wald war, jetzt wollen die auch einen Wald machen. Rat mal warum. Aber გამოიცანთ რატო. რატომ? და იმიტომ, რომ ეგ ადგილი მნიშვნელოვანი არტეფაქტი არის ქრისტიანებისთვის. მიხვდი რაც თქვი ახლა? თუ გადაგითარგმნო. როგორც იგი თურქეთში გერპლენ თეპკე ხო? როც დააგენე ზეთის ხილები რო დარგეს? ხო, რო გადაფარულიყო იქაურება. იმიტომ რომ იმის ქვემოთ არის ძალიანად ქალაქი. ვერ გამაჩერებენ ეგენი, ვერ გამაჩუმებენ მამაზე ციერის წყალობით. როდის მოხდა დიდება უფალს. ნიუსი? ეხლა რა თქვა, იცით ჩემო მეუღლე? თურქეთში ასევე არის მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ზემოდან გადაფარეს მიწის თხილს, რატო ეძახი ამ ზეთის ხილის ხეებს. ზეთის ხილის ხეებით გადაფარეს და დარგეს და ეხლა აღმოჩნდა რომ იმის ქვეშ ძალიან დიდი მთელი ქალაქია და აი ამის დაფარვა უნდათ ზეთის ხილის ხეებით და ეხლა ამათ უნდათ აქ რაღაცები აი ფორჩი ხობენ აღარ იციან როგორ დამალონ ეს ყველაფერი. ვიცი ემზარი რას წერს ყველას გონის დონით საუბრობ შენ, ანუ შენ აცოცხლებ ლაზარეს მეტად გასაგებად, ვიდრე სხვა მრავალი ამხსნელები, ნახევარგახსნილები და სხვებს რო პარავენ ხოლმე ინფორმაციებს და აგერ ვიღაცისგან მოყოლილებს უშიშროებისგან აკრეპილ აქა-იქ მარგალიტებს, იმათ რო გადასცემენ ხოლმე ნახევარზე რო გაიგებენ რა თქვა უშიშროება, მერე იმას ისე გადმოსცემენ ხოლმე, რომ ვერ გაგაგებინებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც გაიხსნა ზეციდან, ის ისე გეტყვის, როგორც ზეციდან გაიხსნა და გაგაგებინებს უფრო კარგად, ვიდრე იმ უშიშროებამ რო გადასცა მესამე პირს და მესამე პირმა მერე წიგნი რო დაწერა ამაზე, რომელიც ბოლომდე არ ესმის. გესმის? ეს უშიშროება რო დადგა და აგერ ჩვენი ყველა ტელეფონი რო ისმინება და ჩემი ცოლის დაქალებიც რომ ეგრე დაგიდეს წინ რომ მოსმენით და ტელეფონზე არიცით ეგ ჩემი ცოლის დაქალები ვისი დაწერილია? ვინც მუშაობდა ტელეფონზე, რომელიც ისმენდა ხალხების საუბრებს. და აი ამ ხალხის საუბრების ნიადაგზე მან მოიფიქრა რომ დაეწერა სცენარი ამათი დიალოგებით. ამ ჩემი ცოლის დაქალების სცენარიც მოპარულია ხალხისგან, ეს ყველა ნებისმიერი ვინც წიგნი გამოსა ამ ლაზარეთი ხო მოპარულია ხალხისგან, იმიტომ რომ ამ საუბრებს იღებს უშიშროება და აწვდის იმ თავის პირებს, ვისაც უნდათ რომ ალაპარაკონ, თავიანთ მარიონეტებს და აგერ ეხლა დაგვდევენ კუჩი და ხან ჯვარზე ამოვიდნენ იქ და ხან გეცემანიაში გამოგვეკიდნენ. მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ჩემო კარგებო, ქართველების არის ეს ქვეყანა და ქართველები ზუსტად ქართველებს გამოეკიდებით კუდში იუდეურო წარმოშობის ვიღაცა უცხო ხალხის კუდებო. ხო, ეხლა კიდე რა საინტერესო ენუქი რომ არის მასთან გისაუბრიათ უფლის ციხეში აწამეს იესო ამტკიცებს. არ მისაუბრია მე მაგ ბიჭთან, მაგრამ ხო რაღაცებს ამბობს ეგ ბიჭიც, არ წამიკითხავს ჯერ მაგის წიგნი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. უფლის ციხეში არ აწამეს იესო, არა, უფლის ციხე არის შორს. პარას 4 შაბათს რო დაიჭირეს იესო ღამით გეცემანიის ბაღში, 5 შაბათს დღე გადაწყდა ის რომ უნდა ეწამებინათ. პილატემ, პონტოელმა პილატეს ძემ, პონტოელი იყო, პონტო ერქვა შავ ზღვას, პონტოელი პილატეს ძე სად იქნებოდა? ისრაელში თუ აქ?
პონტო შავ ზღვას ერქვა და აქ იქნებოდა პილატე და არა იქ სადღაცა პალესტინაში, რომელიც არ არსებობდა იმ საუკუნეებში, საერთოდ ისრაელი და აქედან გამომდინარე პონტოელი პილატეს ძე, რომელიც რა აბა თქვი რა პალესტინაში ისრაელი არსებობდა? არა, der heißt nicht Pontueli, sondern heißt Pontus Pilatus. Pontus Pilatus გადათარგმნილია და იმიტომ. ჩვენ ქართულად ვამბობთ პონტოელი პილატეს ძე, ესე ქვია ქართულად. ქართულად ქვია პონტოელი პილატეს ძე. Wenn du mal schaust, woher der Name Pilatus kommt, ja? ხო. Ich habe ChatGPT mal gefragt, woher der Name kommt, ja? ხო. Jetzt mal abgesehen davon, dass ChatGPT lügt und nur die Informationen zusammenfügt, die irgendwo existieren, ja? Das ist ein Name aus Italien und nicht aus Georgien, ja? Der Pontus Pilatus. ChatGPT რა იცის მარინოს? რასაც წერენ სხვები, რასაც აწვდიან სხვები, ის იცის ChatGPT. ჩემი ფეხები იცის ChatGPT უკაცრავად. არაფერი არ იცის ChatGPT. ხო. ყველა გიჟი რასაც ჩაწერს ის იცის, მეტი არაფერი. მეცნიერები ChatGPT არ სარგებლობენ მეცნიერები ChatGPT-ით, ამიტომ არამეცნიერულია ChatGPT და aber Ragina, მეცნიერულად Pontus Pilatus war der Statthalter von Jerusalem. როგორ იქნებოდა პონტო სად იყო? აქეთ იყო პონტო. Hör mal zu, Pontus Pilatus war der Statthalter Jerusalem. ეგრე იყო, იერუსალიმი მცხეთაში იყო. ეგრე ერქვა, იერუსალიმი ერქვა, ეგრე. და იყო შტატჰალტა იერუსალემ, კი? ხო. იყო. პონტოელი პილატეს ძე იერუსალიმის შტატჰალტა იყო, მართალია. მაგრამ იერუსალიმი სად იყო? აი ეგ არის საკითხავი. Jerusalem არის ტერიტორიულად სად იყო იერუსალიმი? Jerusalem ist seit 3000 Jahren oder seit keine Ahnung wie viel tausend Jahren ist es da wo es jetzt ist. Widen. Wenn es Palästina ist, wie könnte das Jerusalem sein? Laut der Geschichte. ისტორიაში იცი რასაც ჩაგიწერ, იმას ჩაგიწერ, რომ მაიმუნი იყავი და მაიმუნისგან წარმოიშვი. ესეც ხო სჯეროდათ. ესეც ხო მეცნიერების დაწერილი იყო. ესე იგი მეცნიერება არის ნაყიდი. ხო იცი რომ ნაყიდია. შენ ხო იცი რომ ნაყიდია. მეცნიერება. ხო, მეცნიერებს როგორც უნდათ ისე მაჭრევინებენ და ისე აკერინებენ. ხო, ეგრე. მედიცინას რო ნაყიდია, ეგეც ხო იცი? თუ არ იცი, მედიცინას რო ნაყიდია. მასწავლებლებიც რო ნაყიდები არიან, ყველა ნაყიდი რო არის და გაყიდული აღარ მალაპარაკოთ ცუდი სიტყვები რა, ეხლა მაქვს სურვილი რომ თქვა რომ ბოზები არიან, მეთქი და არიან. უკაცრავად ბოდიში. არა, მე მეცნიერი ვარ და ბოზი არა ვარ, თუ ბოზი ვარ. მასწავლებელი ხარ? მასწავლებლები რომ აღარ ვილაპარაკოთ, всё გავჩერდეთ ახლა რა. მე მასწავლებელიც ვარ. მე როგორი მასწავლებელი ხარ? როგორი მასწავლებელი ხარ მე? ხო გაკვირვებული მასწავლებელი ხარ, რა საკეთებენ მასწავლებლები? ხო გაკვირვებული ხარ? Ich versuche den Kindern jede Perspektive von allem beizubringen. Und trotzdem გასაგებია. ხარ, მაგრამ აბა ერთი სისტემის კაცმა არ მოეწონონ, ჩაგიჭიროს და გითხრას რომ ეს რატო ასწავლის ესე? ამას რა უნდა? Sag keiner. Warum lehrst du die Sache? Sag gerade keiner. იმიტომ რომ აწყობთ ჯერჯერობით. გოლიათების ნასახლარია არის ქართლში ძალიან ძველი მიგდებულია უპატრონოთ და აწყობთ ალბათ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარონ, ესე იგი აქ იყო გოლიათების ქვეყანა. რა თქმა უნდა აქ იყო გოლიათების ქვეყანა. აქ რო აღარ მინდა და დავიხალე ამ თემებზე საუბარით ღმერთო ჩემო. თქვენ ყოფილხართ სამშვილდეში? სამშვილდეში საროში ყოფილხართ? ამ ვებერთელა შკაფის ხელა ქვები რო ადევს ერთმანეთზე. ვინ გააკეთა? თუ ისე კამაზები გქონდათ მაშინ. ვინ დაადებდა ამ ქვებს ერთმანეთზე? ვინ? ხო და გოლიათები რო აქ ცხოვრობდნენ. აქაც ცხოვრობდნენ და რა ვიცი, დედამიწის სხვადასხვა. დავითი იყო აგერი, უფლის ციხეში იყო დავითი. დავითი იყო ქართველი, შვილო. 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 ქმარო.
დავითი, რომელიც გოლიათს თავში ესვის ქვას და გოლიათს შვილესით გამოთქმა. Ამარცხებს ეგ არის დავით მეფსალმუნე, რომელმაც ქართულ Du hast doch keine Ahnung, du Söhnchen, du hast doch überhaupt keine Ahnung. Ich weiß, was los ist. გინდა გითხრა არქეოლოგიურად სამჯერ გათხრა მოხდა ისრაელში რომ დავითის ადგილსამყოფელი Die აღმოეჩინათ. Archäologen, die sind nach Jerusalem gegangen und nicht nach Georgien. Wenn irgendjemand gesagt hätte, ja, geht nach Georgien und macht da რამდენი იყო ჩამოსული აქ და რატო შეაჩერეს? რატო შეაჩერეს? შენ არა თქვი შენი პირით არ თქვი რომ შეაჩერეს? გერმანელები ხო იყვნენ აქ ჩამოსული? რო შეაჩერეს ეხლა აი ამ ექსპედიციაზე. ბუხრაშვილი რატო შეაჩერეს? რატო შეაჩერეს ეს ხალხი? არ იცი და იმიტომ ხო შეაჩერეს. ეგ ხო იცი? კი, აბა. მაგრამ არ იცი რატო შეაჩერეს, ხო? აი ეგ არის საკითხავი, რატო შეაჩერეს? და რატო დაიწყო აქ ყველაფერი? აი ტროია, შეიძლება ტროია აქ არის სადმე. რა თქმა უნდა აქ არის. მაგრამ ეხლა არ ვიცი აქ არის ტროია თუ არა, მაგრამ ეგ ერთი ვიცი რომ სამჯერ გათხარეს იერუსალიმი დავით მეფსალმუნის დროის არტეფაქტი მაინც რო აღმოჩინა და ვერც ერთი ვერ იპოვეს. წინარე საუკუნეების იპოვეს არტეფაქტები, მაგრამ დავით მეფსალმუნის დროინდელი არტეფაქტი ის რაც აღწერილია ბიბლიაში ვერ იპოვეს. ეხლა რას აკეთებენ იცი? უფლისციხე გადაკეტეს, იქიდან არტეფაქტებს აიღებენ და წაიღებენ იერუსალიმში და იქ ჩამარხავენ და მოიყვანენ არქეოლოგებს და აი თუ ვერ იპოვეთო ეტყვიან. ამიტომ გადაკეტეს ის უფლისციხე, თორე ვის რა შეაინტერესებს ის უფლისციხე დაკეტილია თუ არა. მაგისი ფული მაგათ არ უჭირთ. იქიდან იმის შესასვლელში ის რომ არის გაკეთებული მუზეუმი, იქიდანაც კარგად ფულს იღებდნენ, მაგრამ გადაკეტეს მაგისთვის. ღმერთი გაიგებს ახლა იქ რა ხდება, იქ შიგნით გადაკეტილი როცა არის და დაკეტილი როცა არის. მთელი ისტორია აქაური ისტორია. რა თქმა უნდა, ქრისტე ქვაზე რო იწვა, ქრისტე რომელ ქვაზეც იწვა, მომისმინე ქრისტე რომელ ქვაზეც იწვა, ის ქვა ამურიებმა აქედან წაიღეს და იგდადეს იერუსალიმში. ის ჯვარიც, რომელ ჯვარზეც ქრისტე გააკრეს, ის ჯვარი წაიღეს და იერუსალიმში დარჩეს და გეუბნებიან რა გააკრესო ქრისტეო და სინამდვილეში არც გამოსდით ტყუილი, იმიტომ რომ იყიდეს და იქ წაიღეს ის ქვა, იმ ქვაზე მართლა იწვა ქრისტე, იმ ჯვარზე მართლა იყო გაკრული, მაგრამ ის ჯვარი და ის ქვა საიდან წამოიღეს, მაგას აღარ იძახიან. Magam, im Zetzchelze das kann man ganz leicht feststellen, wo der Stein herkommt, wo der Artefakt herkommt. Kann man ganz leicht feststellen. Kann man ganz leicht feststellen. Ob der Stein aus Jerusalem kommt oder aus der Georgien kommt, kann man ganz leicht feststellen. მარიამის თმები გვაქვს საქართველოში და დამალული აქვს სადღაცა. ერთ წუთში ნახევარსაათში დამტკიცდება, საიდან არის მარიამი. რა გენეტიკას. მაგრამ ვინ გაძლევს მაგ თმებს? ვინ გაძლევს? ვინმე მოგცა მაგის უფლება რომ თმა მოგცეს და გენეტიკური კვლევა გააკეთო? არა, იცი რატო არა? იმიტომ რომ ყველაფერი თავიანთ ხელშია. ეს სახელმწიფოც მაგათ ხელში. ერთი კითხვა მაქვს. რატო საიდან იცი რომ მარიამის თმა არის? ჩამოსულია თქვენს გააცხადეს. საიდან იცი რომ მარიამის თმა არის? საიდან იცი? თვითონ თქვენს. ვინ? იმ ხალხმა ვინც ჩამოიტანა. ათონის მთიდან გამოაგზავნეს. ესენი მართლები არიან თუ აი საიდან იცი რომ მართალი არის მარიამის თმა? საიდან იცი? საიდან იცი რომ მართლა მარიამის თმა არის? იმიტომ რომ მარიამის თმა შეინახეს. Saiden იცი რომ მართლა არის? საიდან იცი რომ იესო გააკრეს? Wenn jeder lügt und alles ist gelogen. გითხრა რატო? Woher soll man dann wissen, dass das nicht gelogen ist? Genau diese eine Information ist nicht gelogen, aber alle anderen sind გინდა gelogen. გითხრა? იმიტომ რომ მაგათ ეშინიათ ღმერთის, იმიტომ რომ იციან რომ ღმერთი უზენაესია. ამ ტიპს რომელმაც გამოაგზავნა ეს თმა, გამოცხადებებმა არ შეაწუხა. გამოცხადებებმა der hatte Visionen, der hatte Besuche im Schlaf oder keine Ahnung im Schlaf oder in Visionen. Dass diese ეს თმა უნდა წავიდეს საქართველოშიო. არ გააჩერეს იქ გამოცხადებები ქონდა. მაგათ როცა გამოცხადებები აქვს, სატანაც ღვთისმსახურია და უნდა დაემორჩილოს. იცი როგორ არის? აი
ერთი ამბავი არის. აი, შენ გინდა მეცნიერული კვლევა გინდა. კვლევა. კვლევა. ხო. ხო, მაგრამ მეცნიერობა, რომ ყველაფერი ითხოვენ. ხო და საიდან გაიგებ რა არის მართალი, რა არის არ არის მართალი და საიდან დაუწყო. ვატიკანის ბიბლიოთეკას აქვს ყველაფერი აღწერილი და დაწერილი. აი, აქედან გაიგებ. შეიძლება შეცდომით აწეყილია. შეიძლება დაწერილია, შეცდომით დაწერილია და საიდან იცი რა არის მართალი და რა არის არ არის მართალი. აი, მაინტერესებს, აი საიდან უნდა გავიგე. საიდან იცი რომ დედამიწა მრგვალია? საიდან იცი? გინახავს თუ რა იქ ყოფილხარ გაფრენილი? ხო, კოსმოსში იყავი? იქიდან დაინახე? ხო, დავინახე. მაშინ მეც ვიყავი იქ, ცხოვრობდი პირველ საუკუნეში და იქიდან ვიცი რომ ეგრეა. ეგრე არ არის? კვალი არ არის? არა, არ არის? მარიამის თმები არ არის? Arathako, was ich sagen möchte ist, wenn alles gelogen ist, warum stützt du dich auf eine Information, wo du denkst, die ist nicht gelogen? Das ist meine Frage. Ai, იმიტომ რომ ესენი იტყუებიან. ესენი იტყუებიან, აი, ოღონდ როგორ იცი? უნდა ამოიცნო. Უნდა ამოიცნო. Du musst dann erraten. Die sagen die Wahrheit, ja? Aber unter der Lüge versteckt. Verstehst du? Die Lüge. So, nämlich. Die Lüge versteckt, unter der Lüge ist alles versteckt. Das ist das große Problem. Die Lüge versteckt alles. დრო ასტრალურად ვიმოგზაუროთ ვატიკანის ბიბლიოთეკაში. ვაკეთებთ უკვე დია, არც გჭირდება იქ მოგზაურობა, იქიდან მოდის უკვე ინფორმაცია აქეთ. მომისმინე ერთი წუთი რა. მოიცა, სად არის თქვენი ბიბლიოთეკა? სად არის? ვატიკანის ტრაქში დევს. არა, მოიცა, სად არის თქვენი ბიბლიოთეკა? აი, სადაც უნდა იყო დაფარული, სადაც სად არის ჩვენი ბიბლიოთეკა? გამოგვიჩინეთ ჩვენი ბიბლიოთეკა. დაგვიბრუნეთ თამარ მეფის წერილები. ვატიკანიდან. ხო, აბა ბრძანება გაცემულია. ეხლა თქვენ цаრიელი ხართ. აი, საქართველოს цаრიელი არის. შენ იცი, აქ რო დამპყრობლები შემოდიოდნენ, პირველი რა მიქონდათ ხოლმე? ვირებზე აკიდებინებდნენ წიგნებს და ისინი მიქონდათ. სად არის თქვენი ისტორია? სად არის და იქ არის, წაიღეს. როდის დაიბადა თამარ მეფე მაგალითად? თქვენ არ იცით, როდის დაიბადა თამარ მეფე? ხო, როდის დაიბადა თამარ მეფე, არ იცით. აბა, არ იცით. მე ვიცი. როდის? 1056 წელს. რომელ თვეში? 20 თებერვალს. მარიამის მა პასტორმა ჩამოიტანა იტალიის პატარა სალოცავიდანო, რადგან გამოცხადებები არ ასვენებდაო. აგერ თქვეს გეთანხმებით თამარ დიდი ძაღლის თავი აქვს დამარხული. დიდი ძაღლის თავი აქვს დამარხული და აყროლდა უკვე ეს თავი, აყროლდა. არ ვიცი რა. მეცნიერობა არის რაღაცა უცნაურია რა. აი ემზარი პატიჟებს მას უმრეს ესე დედამიწის ფორმასაც ვაჩვენებდა კულათმებსაც თავარი არ მოწყენილი სიძა არ თავარი არ მოიწყინოს ხო ასე რომ ჩემო კარგებო რა ვიცი დაგვდებენ კი ამ კუჩი მაგრამ რა ვერ გაიგეს რომ კუჩი კი არ უნდა გვდიონ კაცო სიმართლე ილაპარაკონ მაინც როგორ იბრძა ხო ეხლა რაზე რა მინდოდა მომეყოლა რა ამ ქალბატონმა ეხლა ვინც მომიყვა რომ დღეს იმედში ვნახე გეცამანის ბაღიო და გუშინ შენ გადაცემას უყურეო და საქმე რაში იცი ერთ ქალბატონს ქონია ხილვა 2001 წელს რომ ესეთი ხილვა ქონია რომ არც მეძინაო ხედავდი პირდაპირ რომ პატარა ბაღი მქონდაო და ამ ბაღში გავედი და ხალხის თავშეყრა იყო და ეს ხალხის თავშეყრაო რომ ნახეო იმ ვინ არიანო სხვადასხვა ერების ხალხი იყვნენ რა და გავიხედეო ღვთისმშობლის ხატს ივერის ღვთისმშობლის ხატს დასჩერებოდნენ თავზეო და ამ ღვთისმშობლის ხატს ცეცხლი ეკიდა ბოლი ალიაზდიოდაო გაიქცევა ეს ღვთისმშობლის ხატი გაეკიდებიან ესენიო გამოიქცევა გამოეკიდებიანო და
ფიქრო ისა ვამბობდიო რომ კაცო წყალი დაასყიდო წყალიო ცეცხლი უკიდიაო და ხატი მეუბნებო არ მინდაო მე წყალიო წყლის დასხმა არ მინდაო ესო ნახე როგორ რას დაგიმსგავსებიათ საქართველო ეს რა არისო საქართველო მეო როგორ ვიბრძიო ამისთვის რომ საქართველო კარგად იყოსო და თქვენ რას დაგიმსგავსებიათ საქართველო ამ ქალს ეუბნებოდა ეს ხატი თურმე რა ხო და ამ დღეებშიო თურმე ილია მეორესთან ჩამოსული ყოფილა ათონის მთიდან ბერი რომელსაც უთქვავს რომ ღვთისმშობლის ხატსო გავხადეთო ის რაღაც ოქროს რაღაცა რო ეცვაო რა ოქროს იმაში არის კაბაში ჩაცმული და ვეღარ ვარგებდითო ხო და ესე გვითხრაო გამოცხადებით რომ ეს კაბაო მე გამხადეთო ეს რუსული კაბა არისო არ მინდაო საქართველოში უნდა წავიდეო ხო და აი ესეთი რაღაცა უთქვას ათონის მთის ბერმა ჩამოიტანა და ეს ქალი იყო მისული მამა არჩილ მინდიაშვილის ხელმძღვანელობით კი მეთაურობით თუ წინამძღვრობით ილია მეორესთან ამ დროს მისული ეს ივერის ღვთისმშობლის ხატს რომ დახურებდნენ ეს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები და გაეკიდებოდნენ ხანიკით გაიქცეოდა ეს ხატი ხანაკი და დაძევდნენ კუდში ხო და აი ეს ამბავი ამ ქალმა იცოდა იქიდან რომ ათონის მთიდან რომ რუსული კაბა გამხადეთო ეს ივერის ღვთისმშობლის ხატი რო ეუბნებოდა ამ ამებს რომ საქართველოში უნდა წავიდეო და მომამზადეთო მაგისთვისო და 2001 წელს ხდება ეს ამბავი ხო და ამ პარალელურად ეს ქალბატონი ხედავს საქართველოში რომ აი დაძდევენ ეს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ამ ღვთისმშობლის ხატს ხანი გაიყიდებიან ამ ღვთისმშობლის ხატს ალიაზდის ისეთი გახურებულია რა მოკლედ დღევანდელობას ხო არ გაგონებთ ეს ყველაფერი 2015 წელს რო საქართველოში ჩამოვედი და ფრენა რო გადმოიდო და მარტო რომ მომიწია გამოფრენა კორფუზე კორფუდან არ ვიცი რა იყო კორფუდან მოდიოდნენ ეგენი ივერის ღვთისმშობლის ხატით მე კიდე გერმანიიდან წამოვედი თურქეთზე და თურქეთიდან გადმომაგზავნეს აქეთ-იქით გადაიდო ფრენები არ ვიცი რა მოხდა და მარტო ჩამოვფრინდი საქართველოში და თურმე მე და ღვთისმშობლის ხატი ერთად ჩამოვფრენილ ვართ საქართველოში და სანამ გამოვედი ეს ხალხი აქ ღვთისმშობლის ხო იმ დღეს ხო ვიდეოც ხომ გამოგიგზავნეთ 2015 წელს აგვისტოში რომ ჩამოვიდა ივერის ღვთისმშობლის ხატი ორ ადამიანს ეჭირა ხელში რომ გამოვდიოდი აეროპორტში ეს ორი ადამიანი ვიღაცას ელოდებოდა და მე ვთქვი ვიღაც მღვდელს ელოდებიან კიდე და რომ გამოვედი დამხვდა დიდი მთელი მრევლი პაპარაცები და იმით იღებენ ამ რაღაცას მე ვერ მივხვდი რომ ჩემს უკან ეს ხატი გამომხვა თურმე და ესე იგი თურმე არ ვიცი ამას ვერ დავარქმევ სხვა რაღაცას იმ კაცებს უნდა ვკითხო ვის ელოდებოდით და რატომ მაინც მე მელოდებოდით რომ კუჩი გამომყევით გამოვდივარ უკან აი დიდი ის არის აფარებული ამხელა უშველებელი ხატი არის მე კიდე ვეძებ ჩემს ნათესავებს რომ იქ უნდა დამხვედრილიყვნენ და საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა აქ რატო იდგა პაპარაცი და რატო იღებდნენ და მე ისე ამომეფარა ღვთისმშობლის ხატი უკან რომ ვერ ხედავდნენ იმას მე მხედავდნენ და მე მიღებდნენ სურათებს და ის კადრები რომ ნახე ამოჭრილი აქვს ყველა მთელი კადრი ამოჭრილი აქვს სანამ გვერდზე არ გადავედი მე რო გავიგე რაშიც იყო საქმე და რას უღებდნენ სურათებს ისე გამომყვნენ რომ ვერც გავიგე ხმა არ ისმოდა საერთოდ უკან მომყვებოდა თუ არა ვინმე და მეკითხვა მიჩნდება ღვთისმშობლის ხატი მე რატო გამომყვა უკან რატომ ამომეფარა მე 2015 წელს გამოაჩინეთ ის კადრები გამოიძეთ ტელევიზიაც იყო იქ და ყველა იყვნენ იქ საპატრიარქოს ტელევიზია იყო ზუსტად ვიცი და ის კადრიც ხო განახეთ რომ გადავდივარ მე უკვე კადრიდან მე ამომჭრეს ჯერ ეგეთით საინტერესო რა არის იცი ვერ დააფიქსირეს რომ ღვთისმშობლის ხატი რომ გამოყვა უკან ეგრე სურდა რომ ეგრე გადაიღოთ და მე რო ამომჭრეს იქ ის მაინც გაიგოთ რატომ მოისურვა ღვთისმშობლის ხატმა რომ მე ამომფარებოდა
რატომ არ უნდა და ამათი დანახვა და გადავდივარ თუ არა იმის მერე იწყება ისენი რა ქვია კადრები აჩვენებენ ძალიან მოკლედ რომ ღვთისმშობლის ხატი ჩამოგბრძანდა და ამდენი მრევლი მერე აჩვენებენ როგორ მიყვება ის მრევლი იქ საინტერესო არ გაინტერესებთ ხალხო რატო გამომყვა ეს ღვთისმშობლის ხატი მე უკან რატო ამომეფარა რატო გადაიდო ეს ფრენები რატო მარტო ჩამოვედი მარტო რატო მომიწია ჩამოსვლა მაინც და მაინც იმხელა აეროპორტში იმ დღეს მე მაინტერესებს ძალიან ან იმ კაცებს კითხეთ ვინც მოაბრძანებდა ღვთისმშობლის ხატს რატო ვის ელოდებოდნენ რატო ელოდებოდნენ რატო იდგნენ იქ მე რომ ჩამოვედი საქართველოში ჩემს ხილვაში სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი გამოცხადებაში წმინდა ნინო მე მგონი წმინდა ნინო იყო იმიტომ რომ წმინდა ნინოს ჯვარი ქონდა ხელში ხელით გადმომცა ხელში ეს იყო ჩემთვის ის საკითხი რომ მე დავბრუნდი საქართველოში და მე აი ეს ხდება რომ ღვთისმშობლის ხატს დაემთხვა მაინც და მაინც რომ აივერის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს და მაინც და მაინც ისე მოხდა რომ მარტო მოვხდი ამ აეროპორტში და გამოვიდა გამომყვა ზურგ აი პირდაპირ აფარებული იყო იმიტომ რომ ვერ კადრი ვერ ჩააგდეს ისე რომ ვერ გადაიღოთ ჩემს გარეშე მე მომყვებოდნენ ფეხი უკან გესმით გული გამისკდა ჩემა ბიძაშვილი მამიდაშვილმა რომ ითხრა რომ შენს უკან ხატი არის და რომ შევტრიადი ამ ხელოუშველებელი ხატი მერე მივხვდი რაც ხდებოდა და ამის მერე ილია მეორესთან მივდივარ და ვეუბნები რომ მეთქი ისე გამომაგზავნე ზეციურმა ძალებმა კაცო რაღაცა მაქვს გადასაცემი ბანცი ვინახარო შენ საერთოდ ვიხარო რა აი თქვენ დედას გიტირებთ ღმერთი რა ღმერთი კი არა თქვენ თავებს უტირეთ თქვენივე დედა ამპარტავანი მაიმუნი ხალხი ეს არაფრად არ აგდებენ ღმერთის საუბარს და ამპარტავნებაში არისო კიდე ნარიმანზე იძახიან ნეტა დღეს რა ხდება ათონის მთაზე ერთმა საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა თქვა რომ ხატმა გადაადგილება დაიწყო ხო და ეხლა წამოვა უკვე ხატი არ არსებობს ეს წელი არის ბოლო წელი იცოდეთ რა ეს არის აპოკალიფსის დასაწყისი რო იცოდეთ ეს წელი არის აპოკალიფსის დასაწყისი იმიტომ რომ მაინც ვეფხიზლდებიან ეგ დამპლები და ჩამძორებული ხალხი რა ვერ გამოფხიზლდნენ სასწაულებს უდებს ცხვირწინ ღმერთი და კიდე იბრმავებენ თავს და კიდე მაინც თავის ესაწვებიან რომ ეხლა ის გადავფაროთო ტკითო რა ეს საცოდავები ესენი თქვენ რას გიზავთ მამაზეციერი რო იცოდე რა מחვილით და ცეცხლით მოდის ქრისტე რო იცოდეთ ხო და מחვილს და ცეცხლს დაგამხობთ მაგ თავზე ჩინელები სულ არ გჭირდება აქ სიმშვიდე შეინარჩუნე მე მაქვს უფლება რომ ვიყვირო და ვიგინო მე მაქვს უფლება მაგის და ცეცხლით და מחვილით მოდის იცოდეთ ქრისტე ეხლა უსმინე ხეები უნდა დავრგოთო ხო ხათო ხო უსმინე მე უბრალოდ ვიდეო ვერ ვნახე კი ვნახე ვიდეო მაგრამ იმ ხელა არის ჩამეძინა კი ნაღამ უსმინე ვეღარ გავიგე სად იყო ეგ ნაწილი და რომელ მონაკვეთია რომელ წუთია იქნებ გითხრა ხათო დღევანდელ დილის იმას მოусმინოს ხალხმა დილის გადაცემას იმედის დილას სულ თავიდან იყო? სულ თავიდან ეთყობა რო გადავახვიე მაინც იმ მონაკვეთში მოხდა, მე ვთქვი რეკლამა არის თქო. ხო,
ეხლა ნახეთ რა არის, იცით რა საინტერესოა, იცი ღმერთი როგორ გამოსცადეს ამათმა ღმერთი, იცით? მე ხო მივედი მე ილია მეორესთან 3 წლის წინ და ვუთხარი რომ მე თქვი აქ არც ერთი მამაოსგან არ ვარ მეთქი რომ მკითხეს რომელი მეუფესგან ხარო და არც ერთი მეუფისგან არა ვარ მეთქი ღმერთისგან ვარ გზავნილი თქო ზეციური ძალებისგან მეთქი ხო და იქ ხო გამომკითხეს რაღაცეები მეთქი საბოლოო ჯამში რომ ველოდე და არა 2 საათი რომ ველოდეთ მე და ჩემი ბიჭი იქ რო ვიჯექით და ყური რო ასკიდა მე ჩემს გოგოს რა ხდება მეთქი არ გადაეცით მეთქი და ვინახართო საერთოდ რა 2 საათის მერე მეკითხებიან კიდე იგივეს რა ჯერ ხომ ალოდინეს ხედავე რომ იქ ვზივართ მე და ბავშვებით და ანუ ვინახართო რატო გინდათო შესვლაო მერე მეკითხებიან რა რატო მინდა მეთქი შესვლა და აი ეს 2 ქვა მიდევს მეთქი ჯიბეში აი ეს 2 ქვა მეთქი გზავნილია უნდა გადავცე მეთქი ილია მეორეს და ვინ ვარ მეთქი და ბლოგერი ვარ მეთქი არ გადასცემთ მეთქი აი იცოდეთ მეთქი თქვენი ამბავი გამოქვეყნდება მეთქი საჯაროდ თქო რა აბაოჩ თქვენი გვერდი გვაჩვენეთო გესმის და ვაჩვენეთ ჩემი გვერდი YouTube გვერდი და აქ მაშინ მყავდა 500 მხოლოდ 500 აბონენტი ხო და ამათმა დახედეს ესე და ხო ხედავ ხა რასაც ფიქრობენ ადამიანების ფიქრებს ეგრე ჰაერში ვკითხულობდა ეს დახურეს და ეგ იყო და ეგ იმის მერე გავიხედე უკვე აღდგომა დაიწყო ამათ კვერცხით აქვს გამოტენილი პირები ჭამენ გამოვიდა ის დემეტრე გადმომხედა სპეციალურად ჩემთვის გამოვიდა რომ გადმოეხედა ვინ არისო რო აღარ მიდის ამდენი ხა 5 საათი გავიდა ყურადღებას კაციშვილი არ მაქცევს გამოვლენ ეს მონაზვნები ავდგები რომ იმისკენ წავიდეთ აი ესე აიფარებენ ხელს ესე შედიან გესმის ვახ მე თქვი სადაო არის სად მოხდი რა ჯოჯოხეთია მე თქვი ეს რა არის საბოლოო ჯამში გარედაცვამ ხო შიდადაცვამ ხო ვაფშე დამიკიდა მარტო დემეტრე გამოვიდა იქ გარაჟის თავივით არის დაცვა სადაც არის იმ დაცვის თავზე იდგა და იქიდან გადმომხედა აღდგომა დაწყებულია თვალში გავუყარე და არც გამარჯობა მითხრა არც ქრისტე აღდგა მითხრა არაფერი შენც არ მომიკვდე ვითომ ციგ სული ვიდექი რა სული რომ არ ჩანდი და ვეკითხები მე ამ დაცვას გამოტენილია კვერცხით პირი გადაიცით მეთქი ილია მეორეს თქო და ეხლა ისო ხომ გითხარითო ქალბატონო რომ უნდა წახვიდე რაღაცეები მითხრა რა ანუ თურმე უნდა ჩავეწერო დავწერო ხელწერილი რომ ილიასთან შეხვედრა მინდა თურმე ზეციური ძალები რომ მაგზავნიან კაცი იმათ კიდიათ რა იმათ აინტერესებთ ხელწერილი დაწერო იქ ის კორონა ის გაიკეთო აცრები ჩაიტარო მერე შეხვალ ილიასთან თქვენ შვილო მეთქი ნორმალურები ხართ ახლა მე რასაც მეუბნებით შენ მეთქი ბიჭო შენ რომ მოგივიდეს ნათლული არ ვიიღებ მეთქი სახში როგორ არ მივიღებო აბა მეთქი ახლა ეს რას აკეთებს ეს ილია მეორე მეთქი ეს რატო არ იღებს მეთქი ხვალო იქ სამებაში არისო და იქადიო იქ ნახე რას ლაპარაკობ მეთქი ძმაო აქ არ მიიღებს კარებს და იქ ავაკითხო იქ გავეკიდო კუჩი რატო მოვაყოლა ახლა ეს იცით ღვთის გზავნილს ესენი დასცინიან დააქცინებთ მამაზეციერი თქვენ აეხლა რომ მოვა ცეცხლი გადამოვიდაო და 20 წლით კიდე გადავდეთო ცეცხლს დაგასხავთ მაგ თავზე რა მოდის გზაშია იცოდეთ სად ნახო გადაცემა ლინკი დადეთ ვინც უყურეთ ხო და იქ ხომ
ღმერთმა დამაწყევლინა ეგენი დამათქმევინა რომ მეთქი თქვენ ისე მოგექცნენ მეთქი როგორც თქვენ მომეკეცით იმ დღიდან რამდენიმე ხანში ომი დაიწყო ისრაელში და მთელი ემბრიოები ამოაჭრეს ქალებს მუცლიდან დაუკიდეს კარებზე. აი ესე მოექცნენ თავის თავს. წარმოგიდგენიათ? აი ვინ მართავს ჩვენ სახელმწიფოს? აი ვინ მართავს სინოდს? ებრაელები. ის მოუვიდათ, ცეცხლი დაეყარათ თავზე. აი ეგ მოხდა. დიახ. იოანე მოვანათლინე პატრიარქს კი. სად ნახო გადაცემა? ხო და მე კი არ მიხარია რაც მოხდა. მე ვეუბნები ამათ ამდენი ხანია უკვე რომ ღმერთს აიგდებთ აბუჩად? თქვენ არ იცით თქვენ თავს რას გაუკეთებთ. ღმერთის გზავნილს რო ესე ექცევით. ცეცხლი კი არ დაგესხმევათ თავზე. მაგის სანატრელი გაგიხდებათ რო იცოდეთ რა, რომ ცეცხლი დაგესხათ თავზე. ისეთ დღეში ჩავარდებით. უსინდისოები ესენი, ბიჭო, რამდენს კადრულობენ. დიახ, ვერ ფხიზდებიან, მაინც და მაინც ტრაგედიამ უნდა გამოაფხიზლოსო. ტრაგედია მაკი არა, ეგენი ფერფლადაც არ იქცევიან, ფერფლიც არ იქნება მაგათგან. ტვერიც აღარ დარჩება. მაგით სულის ნატამალიც აღარ იქნება საერთოდ ამ არც ერთ სფეროში, არც ერთ განზომილებაში. ღმერთთან ომი არავის მოუგიაო, ხო? არა, ეს იალდაბაოთი ფიქრობს, რომ ღმერთთან ომს მოიგებს, თორე აბა სხვა რომელი ღვთისნიერი იფიქრებს მაგას და ქმნილება, რომელი ქმნილება იფიქრებს მაგას, თუ არა ეს იალდაბაოთის გველის წიწილები ესენი. ვერ გზავნი პირადში მოგწერეთ. აქ რო ჩაწეროთ ხათო? მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ახლა სანამ დროა სიდონში გადაწყდა, რომ 40 ეკლესიას უნდა ვესტუმროთ 40 ადამიანი, რომელიც სურვილს გამოთქვავს, რომ შემოგვიერთდეს 40 ეკლესიას უნდა ვესტუმროთ და 40 ეკლესიაზე, რომელიც გადაწყდება, რომელი ეკლესიებიც იქნება, ამას მე გაგანდობთ თქვენ. 40 ეკლესიაზე უნდა ავიდეთ და 40 ეკლესიაზე უნდა დავანთოთ სანთელი და 40 ეკლესიაზე უნდა დავუძახოთ ქრისტეს, რომ მოვიდეს მალე გზაშია, მაგრამ ეს წინაპირობა არის რა, ჩვენი გადასარჩენის, ჩვენი სულების გადასარჩენა, თორე ის უკვე გზაშია. ერთადერთი მე მაინტერესებს თქვენგან რომელი მსურველები გამოჩნდებით, რომ აი მაგალითად იტყვით, რომ ჩვენ აი ამ ეკლესიაზე ნიკორწმინდაზე ავალთ, მაგალითად ერთ-ერთი ნიკორწმინდაა, ერთ-ერთი არის გელათი, ერთ-ერთი არის ყაზბეგში მაღლა ის ეკლესია, ერთ-ერთი არის სამშვილდე, აი ესე რა გადანაწილება იქნება და სურვილები გამოჩნდით, დამიკავშირდით, გადაეცით თქვენს მეგობრებს, იქნებ იმათ სურდეთ, რომ ქართველები, მარტო ქართველებს გამოაგზავნის ღმერთი, სხვას არავის არ მიიღებს, როგორც ჩანს. იქ გადაცხრილა კიდე რამდენიმე მარტო ქართველი სულის წარმომადგენლებს მიიღებს და აი ეს ადამიანები ერთდროულად უნდა ავიდეთ, გადავნაწილდეთ, ესე იგი ერთად, ყველა ერთად კი არა ერთ ადგილზე. აი მაგალითად ერთი დღე იქნება, ღმერთი გაგვიცხადებს ამ დღეს, რომელი დღეც უნდა იყოს. ამ დღეს ჩვენ წავალთ შენიკ მეიქ და ასე ავანთებთ ყველა ერთდროულად სანთელს. ერთდროულად მამაზეციერს ვუგალობებთ და ერთდროულად ქრისტეს მოსვლას მოვითხოვთ. ეს არის ის, რომელიც
წინა პირობაა იმის ვის სულსაც გადარჩენა სურს ის ღმერთს მოიხმობს და ასე არის ნათქვამი რომ დღეები შემოკლდებიანო რომ რჩეულთ გაუადვილდეთ მამაზე ციერთან შეხვედრა ქრისტესთან შეხვედრა რომ ეს სიბნელე და შიმშილი სულიერი შიმშილი ძალიან არ გაჭირდესო რა აი სულიერი შიმშილია ხალხო ეხლა ძალიან დიდი სულიერი შიმშილი მიმდინარეობს სოფლიო მასშტაბით და საქართველოში ხო საერთოდ მოკლედ ვისაც გსურთ ამ საკითხში თქვენც იყოთ ის ადამიანი რომელიც აი ამ ეკლესიაში ილოცებს მაშინ ამ ეკლესიებში ილოცებს მაშინ პირადში დამიკავშირდით ეხლა მანდაც გამომეკიდებიან კუდები ეგეთ მოკლედ ერთი სიტყვით ყელი მაქვს ხედავთ როგორ მებრძვიან ეხლა ეს ყელის გაციების არ არის ეს ყელის ტკივილი მე გაციების რო იყოს მე სიცხე ამიწევდა და ჩავწობოდი არც ვირუსია ეს არის სპეციალურად გამოწვეული რაღაცა მჭხიბაობის დონეზე გამოწვეული მეხუთე ჩაკრის დაბლოკვა მაგათ მიერ ამიტომ მაგ ეს 2 დღე ხმა და 3 დღე ხმა ესეთ მდგომარეობაში მაგრამ ვაი მაგათ პატრონს არიციან ვის დაადეს ხელი მაგათმა არიციან და ვის გადაეკიდნენ მაგათმა არიციან ცეცხლი კი არ დაწვავთ მაგათ აბსოლუტურად ყველაფერი გაუქრებათ საერთოდ ცხოვრებაში კი არა ყველა დროში მაგათმა არიციან ვის ეჩალიჩებიან ვისზე ხელს იღებენ მაგათმა არიციან ჯერ კიდევ მაგ საზიზღრებმა ქრისტე ხო ჯვარს აცვეს და არ უნდოდათ დაჯერება რომ ქრისტე არ არისო ღმერთის შვილი არ არისო და ეხლა კიდე დანარჩენებს ვინც მოდიან აქ იმათ ერჩიან და ვაი თქვენს პატრონს თქვენსას არიცით კიდევ არიცით რასაკეთებთ არიცით რასაკეთებთ იმიტომ რომ შანსი აღარ გაქვთ უკვე კიდე ბოლომდე ფორჩი ყოფენ ეს საცოდავები ესენი კოლხელი მაშინ მე დაგამატებ სიდონში და იქ მერე გაირკვევა ვინცად როგორ ხო კიდე ვის გსურთ რომ დაგამატოთ სიდონში ეხლა არ დამიწყოთ ისეთებმა დამამატეთო ტიკტოკის რაღაცა საზიზღრობებს ევროვიზიის ვიდეოები რო გაქვთ გაზიარებული იმაზე Facebook-ზე სიდონში რა გინდათ თქვენ საერთოდ ვისაც მხოლოდ ეგეთი რაღაცები გაინტერესებთ არ არის თქვენი ინტერესები და თქვენ ნუ მოინდომებთ სიდონში მაგრამ ხო სიდონიდან ის ვერ აიტანა მხილება იმან აღარ გვინდა მაგებზე რა ეგ ძალიან ისეთი თემებია დებილობა ვინც ვერ იტანს ხელას ისტოვებს სიდონში არიან ძალიან ძლიერი ადამიანები მოთავსებული რომელიც კრიტიკის ამტანი არიან და თავისი აზროვნება გააჩნიათ აი ესეთი ძლიერი ადამიანები არიან და თავის დაცვა შეუძლიათ რომელთაც თავისი აზრობრივად და ვერბალურად დაცვა შეუძლიათ, როდესაც ადამიანი მას შეეწინააღმდეგება რაღაცა საკითხში. და იცოდეთ, რომ სიდონში არავინ არ იბლოკება, ყველა თავის თავს თვითონ გააგდებს ხოლმე იმ სიდონიდან და გამოვა ხოლმე, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლებს ხოლმე, ამტანობა არა აქვს. არ უვარჯიშია ფიზიკურად. ფიზიკურობაში ვერ უძლებს იმას, რაც სულიერებაში გონია, რომ შეუძლია, გესმით? ხო და პირადში დამიკავშირდით, ან პირადში მომწერეთ, აქ რომ წერთ, მე კომენტარებში დამეკარგება ხოლმე, ვეღარ პოულობ და პირადში მომწერეთ ყველამ ეგრევე სიდონია ესე მომწერეთ და ჩაგსვავთ. რა თქმა უნდა, ჯერ მანამდე შევხედავთ თქვენს გვერდს, რითი ხართ დაინტერესებული და ახლა ვინც ჩემს ლაივებში
აქტიურობთ ხოლმე იმათ, ეხლა ვისაც ვიცნობ, იმას ჩავსვავ პირდაპირ. ხო, ნუ მოკლედ ესე არის და წავედი ახლა მე კიდე გაკოცეთ და გამარჯვებულები ვართ უკვე მეგობრებო. ხედავთ როგორ კუჩი დაყვებიან უკვე. ხომ ხედავთ? ხო და გილოცავთ. გიხაროდნენ უпроსწორად. ესე ერთ-ერთმა სიდონის წევრმა ესეთი რაღაც შემოიტანა გილოცავში ილოურევიაო და ილოს მე ნაკლებად მივესალმებიო რა და ილო ხო იცით ვინც არის ახლა და გილოცავთ მაგივრად გიხაროდნენ თქვათ და ესე გიხაროდნენ იმრავალჟამიერეთ. აბა წავედი გაკოცეთ და ბედნიერად რომელი საათია? აჰა პირველის 20 წუთი გამხდარა ისა 20 აკლია პირველს თურმე. კაი აბა და გაკოცეთ.